თანამედროვე რეალობაში მოგზაურობა რის თუ არა ინტერნეტის გარეშე არის წარმოუდგენელი და სწორედ ამ რეალობაზე საპასუხოდ ქართულმა კომპანიამ Mobinex-მა 2 წლის წინ განსაკუთრებით მოგზაურებისთვის საინტერესო პროდუქტი ჩაუშვა, რომელიც როგორც SIM-კარტის, ასევე ისიმის გააქტიურებით სულ რამდენიმე წამში ინტერნეტის პრობლემას სრულად გიგვარებთ და თქვენზე მორგებულ პაკეტსაც გთავაზობთ როგორც ფასის, ისე ხანგრძლივობისა თუ გამოყენების ხანგრძლივობის, ასევე დაფარვის არეალის მიხედვით. მოკლედ, Mobinex-ის 2 წლიან ოპერირების პერიოდს ვაჯამებთ და ამის მიღმა სიახლეებიც არაკლიათ და ამ ყველაფერს ერთად ახლა მარიამ კაკაბაძისგან, Mobinex-ის თანადამფუძნებლისგან მოვისმენთ, რომელიც გვერდდება ჩვენს პირდაპირ ეთერში. მარიამ, მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის ჩვენ ეთერში. ჩვენ გასულ წელს ვსაუბრობდით, ჯერ კიდევ 1 წლიან ოპერირებას ვაჯამებდით და ძალიან ბევრი სიახლე გქონდათ, რომელსაც აანონსებდით პრინციპში მთელი წლის განმავლობაში თქვენი მომხმარებლებისთვის. მოგზაურები არიან ალბათ ეს მომხმარებლები, ძირითადად ამაზეც ვისაუბრებთ. დღეს უკვე რამდენად სისრულეში მოვიდა ეს სიახლეები, რასაც გასულ წელს აანონსებდით და რა შედეგები დაიდო 2 წლის თავზე? ფაქტობრივად უკვე მესამე სეზონია, მესამე ზაფხული არის ქართულ ტურისტებს ვთავაზობთ სამოგზაურო ინტერნეტს საზღვარგარეთ წასვლის დროს და ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ განვითარდა ჩვენი მომსახურებას და ბაზარიც, რაც მთავარია. გარდა იმისა, რომ ქართულ ტურისტებს ვთავაზობთ აი ჩვენს მომსახურებას, ახლა უკვე შევედით სომხეთის ბაზარზეც, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ვცდილობთ, რომ გავაფართოვოთ. ასევე არის მოთხოვნა სხვა ქვეყნებისგან, მაგალითად ამერიკისგანაც და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მომსახურებას არ აქვს არანაირი საზღვარი და ყველაფერი დისტანციურად ხდება განსაკუთრებით ისიმის მიმართულებით, შესაბამისად ფართო მასშტაბიანი არის ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე დიდი გეგმები გვაქვს კიდევ. აი მოდი ახლა სომხეთის ბაზარი ახსენეთ და აუცილებლად მინდა რომ ეს თემა განვავრცოთ. პრინციპში საერთაშორისო ექსპანსია აქედან დაიწყო რეალურად Mobinex-ის ისტორიაც, იმიტომ რომ ბრიტანეთში დაფუძნდა როგორც პირველი ქართული მობილური ოპერატორი და ამას ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავთ ხოლმე და აქაც პირველები იყავით ამ ბაზარზე. და შარშან ჯერ კიდევ ვსაუბრობდით პერსპექტივაზე სხვა ბაზრების აგითვისებიათ უკვე და ეს ნაბიჯებიც მინდა რომ მიმოვიხილოთ, როგორ შეხვედით, როგორ პოზიციონირებთ დღეს სომხეთის ბაზარზე და რატომ აირჩიეთ, ასე ვთქვათ, სტარტი სწორედ ამ ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან. ზოგადად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ ლოკალურ ბაზარზე მომემსახუროთ ჩვენს აბონენტებს მათთვის კომფორტულ გარემოში და საკომუნიკაციო ენაზე. იქნება ეს მაგალითად ქართველებისთვის ქართული ენა თუ სომხებისთვის სომხური ენა. შესაბამისად, ანუ ყველაზე უფრო ახლო მეზობელი ქვეყანა რაც იყო და ბიზნეს კონტაქტებიდან გამომდინარე, უფრო მეტად გაგვიმარტივდა ამ მიმართულებით. ცალკე გვაქვს ვებგვერდი Mobinex-ის სომხეთის მიმართულებით, სადაც შესაბამისად შესაძლებელი არის, რომ ეროვნულ ვალუტაში მოახდინონ ტრანზაქციაც, კომუნიკაციაც გვაქვს სომხურ ენაზე, მხარდაჭერის გუნდიც სომხურენოვანი არის და იქ არსებული ტურისტული კომპანიები ძალიან აქტიურად გვეთანამშრომლებიან. ანუ ადგილობრივ კადრებსაც ასაქმებთ, გამომდინარე იქ რომ მხარდაჭერა შესაძლებელია ადგილობრივ ენაზე და რამდენ თვეს ითვლის თუ რა პერიოდს ზოგადად ოპერირებთ? სომხეთის ბაზარზე დაახლოებით უკვე 8 თვე არის აქტიურად ვართ შესულები. იქიდან გამომდინარე რომ მხარდაჭერის გუნდი შესაძლებელია დისტანციურადაც გვყავდეს, არიან ადამიანები, ვინც არიან ლოკალურად დასაქმებულები, მაგრამ ჩვენს კომპანიაშიც არიან ქართველები. აქედან მართავთ უკვე სომხეთის ბაზარსაც. დაახლოებით რამდენად მოგიწიათ დასაქმებულების წილის ზრდა ამ ბაზრისთვის? მაგ შემთხვევაში ანუ უფრო პარტნიორი კომპანიები გვყავს, ვინც გვეხმარება აი ამ ბაზრის გაზრდაში. ძირითადად მაინც ჩვენი სტაფით ვოპერირებთ დისტანციურად, როგორც ბრიტანეთში, ასევე სომხეთში და საქართველოშიც, რა თქმა უნდა. მესმის რომ 8 თვე არ არის ის პერიოდი, როდესაც შეგიძლია სრული სურათის დანახვა და რაღაცა ბრუნვის მაჩვენებლებით გაზომვა, მაგრამ აი მაინც რა ჩვენა ამ პერიოდმა, როგორ რამდენად გაამართლა ამ ბაზარმა და როგორი არის აქ მოთხოვნა მიწოდება შორის? ბაზარი ძალიან საინტერესოა. სომხეთშიც გვაქვს როგორც ფიზიკური სიმი, ასევე ელექტრონული სიმი და ზუსტად იგივენაირად გამოჩნდა, რომ ფიზიკურ სიმზე მოთხოვნა იქაც მაღალი არის. პრინციპში ეხლა უფრო იწყება ტურისტული სეზონი და ალბათ სექტემბრისთვის უფრო გვეცოდინება რამდენად ეფექტური აღმოჩნდა სომხეთის ბაზარზე გასვლა, თუმცა იქ არსებულმა პარტნიორებმა ძალიან ბევრი იმუშავეს ჩვენი სამბადობის გაზრდაზე, მომხმარებლისთვის მიეწოდებინათ ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ტურისტულმა კომპანიებმა და ტურისტული კომპანიების დასრთან ერთად ჩვენი სერვისის ცნობადობაც იზრდება, იმიტომ რომ გვაქვს სხვადასხვანაირი ბენეფიტები კონკრეტულ ტურისტულ კომპანიებთან, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთშიც
და აქედან გამომდინარე პირველი გამოცდილება, როდესაც არის ნაჩუქარი ინტერნეტით, მე უკვე რა თქმა უნდა თუ კმაყოფილები არიან word of mouth პრინციპითაც რა თქმა უნდა იზრდება ეს ერთად ადგილობრივები არიან თქვენი მომხმარებლები თუ მათ შორის მოგზაურებიც რომლებიც იქ ნახეთ როგორ არის ჩვენ ამ შემთხვევაში ანუ როგორც საქართველოში ანუ არარეზიდენტ ადამიანსაც შეუძლია რომ საქართველოში გამოიყენოს ჩვენი მომსახურება და ქართული ინტერნეტი ანუ ლოკალური ინტერნეტი ქონდეს ასევე სომხეთშიც იგივენაირად არის მაგალითად ეხლა თუ ტურისტები მიდიან სომხეთში, რა თქმა უნდა, Mobinex-ის ინტერნეტით სომხურ ინტერნეტ პაკეტს იაქტიურებენ, მაგრამ ლოკალურები, ვინც ევროპაში აპირებენ მოგზაურობას, ამ შემთხვევაში უკვე ევროპულ ინტერნეტს აქტიურებენ ევროპულ პაკეტებს. ფასები რამდენად თანაფარდობაშია? ფასები იგივენაირად არის, ზუსტად უბრალოდ ანუ კურსიდან გამომდინარე არის უბრალოდ სხვაობა, თორემ ნებისმიერ შემთხვევაში ანუ ხარჯი დაახლოებით იგივე არის. კი ბატონო, მაგრამ სხვა სიახლეებზეც მინდა რომ ვისაუბროთ აუცილებლად და მანამდე ამერიკის ბაზარი ახსენეთ და ეს შემთხვევით არ ახსენებდით ამ ბაზარს რაღაცა გეგმა გექნებათ ამასთან დაკავშირებითაც. სომხეთიდან ამერიკაში შეიძლება ეს ექსპანსიის გაძლიერება გამოჩნდა მოთხოვნა, ანუ სერჩიდან გამომდინარე დავინახეთ რომ ამერიკის ბაზრიდან არის აი ლოკალური სიმების მოთხოვნა და აქედან გამომდინარე ფიქრობს და ჯერჯერობით ეს არის ძალიან ახალი იდეა და პროცესში არის ეს ყველაფერი. სომხეთი უკვე აქტიური არის, ჩაშვებული არის ეს პროექტი და მუშაობს და ალბათ უკვე როგორც გითხარით სექტემბრის უკვე გვეცოდნება რეალური შედეგები გარდა იმისა რომ უკვე არსებულ მომხმარებლებს რა რაოდენობის მომხმარებლები დაემატებიან, მაგრამ ხო აი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც ინტერესებიან ჩვენი მოსახლეობით. მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკიდან აქეთ რომ მოდის მოთხოვნა, ეს არ არის ესეთი უბრალო ამბავი და ალბათ სერვისის და პაკეტებიდან გამომდინარე არის ინტერესი, იმიტომ რომ როდესაც სამოგზაურო ინტერნეტი გჭირდება, ორ რაღაცას ეძებ. ერთი არის რომ იყოს ეს ყველაფერი ბიუჯეტური, იმიტომ რომ მოგზაურობაც ბიუჯეტთან არის დაკავშირებული და მეორე არის ხარისხი და სერვისის მიწოდება სწრაფად, ანუ ალბათ. თუნდა ველოდოთ თუ ახლოს პერიოდში რაიმე ხელშესახებ შედეგებს, თუნდაც პირველ ნაბიჯებს საპარტნიორო კავშირების თვალსაზრისით. ამაზე ეხა გამიჭირდება თქვენ, იმიტომ რომ ეხა უფრო მეტად აქცენტი გაკეთებული გვაქვს, რადგან ზაფხული უკვე მოვიდა საქართველოს ქართულ ბაზარზე. ამ მიმართულებით გვაქვს რაღაც ტიპის სიახლეები და მოდი, მაშინ ამ სიახლეებზე ვკონცენტრირდეთ და რას თავაზობთ უკვე მიმდინარე სეზონზე? მესამე სეზონია. მესამე ეს ქართველი მოგზაურებისთვის Mobinex-თან ერთად და რა არის ის სიახლეები, რასაც თავს უყრით, განსაკუთრებით ალბათ აგვისტოსთვის თუ არა მხოლოდ პრინციპში უკვე დაიწყო აქტიურად. კი. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ახალი ფუნქციონალი, რაც დავამატეთ როგორც ვებგვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში, ჩვენი ამ 3 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის, რამდენი მეგაბაიტი მეყოფა, ანუ რა პაკეტს მირჩევთ, ანუ მხარდაჭერის გუნდს და სულ შემოდის მსგავსი ტიპის კითხვები. ამიტომაც გავაკეთეთ ახალი ფუნქციონალი ჩვენი AI ასისტენტის დამხმარებით. შედიხარ, იქ წერ რომელ ქვეყანაში ან ქვეყნებში აპირებთ მოგზაურობას, უთითებ სამოგზაურო პერიოდს და ჩვენი AI ასისტენტი ავტომატურად გიგენერირებს ყველაზე ხელშესახებ და ყველაზე რელევანტურ პაკეტებს, ის რაც მოგზაურობისთვის დაგჭირდება. ეს ძალიან კომფორტული არის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ჯერ არ იციან, თქვა რამდენი მეგაბაიტი იქნება 3 დღისთვის ან 5 დღისთვის მათთვის საკმარისი და პირდაპირ ესე ხელოვნური ინტელექტი სხვათა შორის მოგზაურობასაც არაჩვეულებრივად გვიგეგმავს. კი. ძალიან ტურს ასეც გამოვიდა და ჩვენ ძალიან ვცდილობთ რომ დავმეგობრდეთ მაინც ახლა ტექნოლოგიებთან ვართ ახლოს და ინოვაციებთანაც რა თქმა უნდა უკვე ყავს AI ასისტენტი რომ მხარდაჭერის გუნდშიც ვცდილობთ რომ ვასწავლოთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი სერვისები სახელის დარქმევაც გვინდა რომ მხარდაჭერის გუნდთან ერთად კიდევ ერთი დამატებითი სუბიექტი იყოს ვინც დაეხმარება მკესიერად მომხმარებლებს და უკეთ აი ამ პროცესში ვართ. რა შესაძლებლობაა ეს პირველ რიგში კომპანიისთვის და შემდეგ ცხადია მომხმარებლისთვის. მიღმა იმისა რომ ადამიანურ რესურსს ზოგავს და ეს ოპტიმიზაცია თავის მხრივ ფინანსურად ისახება კომპანიაზეც, ხო? ამის გარდა რა ბენეფიტები აქვს, რაც პრინციპში სხვებისთვისაც ამ მაგალითის გაზიარება იქნება, ვინც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრაციას. დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალურად სწრაფად შეგიძლია გარკვეული ტიპის შედეგების მიღწევა. მაგალითად, ახლა ჩვენ შემთხვევაშიც ხომ იგივე მხარდაჭერის გუნდის ნაწილში AI ასისტენტი გვეხმარება მაღალი მომართვიანობის დროს უფრო მეტად გაცხრილოს და მყისიერად გაანეიტრალოს აი ეს მაღალი მომართვიანობა და წამის მიესედებში დაუბრუნოს პასუხი, მოაგროვოს ჩვენი მხარდაჭერის გუნდისთვის ის საჭირო ინფორმაცია უშუალოდ აბონენტთან, რაც უკვე საჭირო არის, რომ მე უკვე ტექნიკური დახმარება გაუწიო
მომხმარებელს, ანუ ეს ყველაფერი წამის მიესედებში მოდის უკვე ჩვენამდე და ოპერატორებიც უფრო მყისიერად ცდილობენ, რომ დაეხმარონ აბონენტებს. გარდა ამისა, პროგრამულადაც ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, იგივე მაგალითად აბონენტის ნაწილში ძალიან კომფორტული არის ჩემი აზრით, რომ გარდა იმისა, რომ თვითონ შეუძლია რომ 1800-ზე მეტი პაკეტი გადაათვალიეროს და ნახოს და თვითონ წაიკითხოს, რომელი პაკეტი რამდენ დღიანია და როგორ აქვს ვადები, ანუ ეს AI ასისტენტი თვითონ ეხმარება 2 წამში გამოუტანოს მისთვის რელევანტური პაკეტი, რაც ალბათ დროს ზოგავს პირველ რიგში და ეფექტიანობას ზრდის როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლისთვისაც. ხო, ისე ახსენით, ვერაფერს ვეღარ დავამატებთ ამ ნაწილს და მოდი გადავიდეთ ახლა უკვე იმ პაკეტებზე, რომელსაც Mobinex-ის თავაზობს მომხმარებლებს, გაფართოვდა ამ ხრივაც ამ 1 წლის განმავლობაში, როგორც დაფარვის მასშტაბი, ასევე თვითონ ფასის მოქნილობითაც თუ ხანგრძლივობითაც bis გათვალისწინებით. კი, დაფარვის არეალი გავაფართოვეთ, რა თქმა უნდა, ეხლა მთელი მსოფლიოს მიმართულებით გვაქვს როგორც ელექტრონული სიმი, ასევე ფიზიკური სიმბარათები. პაკეტების მრავალფეროვნება, ანუ ძალიან ისეთი მასშტაბური არის, გვაქვს სტანდარტული პაკეტები 1800-ზე მეტი და ასევე გვაქვს ულიმიტო პაკეტები, როგორც ქვეყნების მიხედვით, ასევე რეგიონების მიხედვით. ამას გარდა გვაქვს ზარების მიმართულებაც, ანუ ჩვენი აპლიკაციიდან, პრინციპში მხოლოდ ჩვენი აპლიკაციიდან არის შესაძლებელი ლოკალურად და საერთაშორისო ნომრებზე, მობილურზე და ფიქსირებულ ტელეფონის ნომრებზე საჭიროების შემთხვევაში განახორციელოთ ზარი და ასევე შემომავალი ზარიც მიიღოთ ისე, რომ ზედმეტი დანახარჯებისგან თავი აიცილოთ. ესეც მნიშვნელოვანია და ამ პაკეტებსაც ვთავაზობთ, რა თქმა უნდა. რამდენად მზარდია მომხმარებლის წილი? გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ კონკურენტული გახდა ეს ბაზარიც, ახალი მოთამაშეებიც ჩნდებიან, მძღოლებიც აგრძელებენ პოზიციონირებას, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი რა დღის წესრიგს უქმნის კომპანიას, რა კონკურენტული უპირატესობის მოპოვება და შენარჩუნება გიწევთ და წილიც როგორია მომხმარებლებს? კონკურენტუნარიანობაზე იმას ვიტყვი, რომ ძალიან კარგია კონკურენტული ბაზარი, როდესაც არის ეს მობილური ოპერატორების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი არის, ამ დროს უფრო მეტად ტონუსში არის კომპანია და უფრო მეტად ცდილობს, რომ ხარისხი დადოს, უფრო მეტად პროდუქტული იყოს და მრავალფეროვნება შესთავაზოს აბონენტს. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ აბონენტისთვის მრავალფეროვანი ბაზარი იყოს. ამ შემთხვევაში პირიქით ვემხრობი კონკურენციას, თუმცა ის ნაწილი, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ქართულ ბაზარზე ვთქვით, რომ სამოგზაურო ინტერნეტის კუთხით შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად და ბიუჯეტურად მიიღო მომსახურება ქართულ ენაზე 24/7-ზე, ანუ ეს ფაქტი უცვლელი არის და ანუ ამით ვამაყობთ, რა თქმა უნდა. ძირითადად რა მიმართულებები არის ხოლმე მაინც გამოკვეთილი, თუ და ალბათ აკეთებთ ამის სტატისტიკასაც, საითკენ უფრო მიდიან Mobinex-ის ინტერნეტი. ზამთრის პერიოდში უფრო მეტად თბილი ქვეყნები არის პოპულარული, ემირატები, მაგალითად ეგვიპტე, თურქეთი ნებისმიერ სეზონზე ყოველთვის მოთხოვნადი არის. აი ახლა უკვე გააქტიურდა ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, თურქეთი კვლავ ისევ აქტიური არის და უფრო საზღვაო მიმართულებით. აი ამ 1 წლის განმავლობაში ასევე გააქტიურდა აზიის ნაწილიც, ანუ წინა წელს არ იყო ესეთი დიდი მოთხოვნა. ალბათ ახლა კიდევ უფრო ევროპის გარდა უფრო მეტად უფრო ცენტრალური აზია იგულისხმება? თუ ზოგადად აზია გახდა უფრო მეტად პოპულარული. ადრე თუ ძირითადად ევროპის პაკეტები იყიდებოდა და ევროპის ქვეყნებში მოგზაურობდნენ, ამ შემთხვევაში ეხლა უფრო შეიძლება ცნობადობის კუთხიდან ტურისტული კომპანიებიც ბევრს მუშაობენ ამასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ტურისტული კომპანიების მოთხოვნა და ჩვენი მოთხოვნა მიწოდება ფაქტობრივად დაკავშირებული არის. აი ამ კორელაციაზეც მინდა რომ მკითხოთ აუცილებლად B2B თანამშრომლობას აძლიერებს Mobinex-ი სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებთან და არა მხოლოდ ტურისტულ კომპანიებთანაც. ზოგადად რა წილი უკავია ამ სეგმენტს და აი ამ თანამშრომლობას თქვენს პორტფელში და რამდენად არის ეს მოგებიანი და ეფექტიანი თავად კომპანიისთვის? ძირითადი მიმართულება საწყის ეტაპზე საცალო მიმართულება იყო და რა თქმა უნდა ეს წილი უფრო მაღალი არის, მაგრამ B2B მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობთ როგორც არა მარტო ტურისტულ კომპანიებთან, არამედ ზოგადად ბიზნესის წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ კომპანიები, რომლებიც თანამშრომლებს მივლინებითაც უშვებენ საზღვარგარეთ, მათთვისაც საინტერესო არის კორპორატიული შეთავაზებები. აქედან გამომდინარე საკმაოდ გაიზარდა ჩვენი პორტფელი ამ მიმართულებითაც. გარდა ამისა, ერთობლივ შეთავაზებებს ვაკეთებ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით ახლა მიმდინარე 3 თვის განმავლობაში ძალიან ცხელი სიახლეები გვექნება სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად. ITBC და ზღვასთან
სადაზღვევო მიმართულებით TBC დაზღვევასთან თანამშრომლობთ აქტიურად და ყველა ვინც სამოგზაურო დაზღვევა შეიძენს ჩვენ შემთხვევაში სამოგზაურო ინტერნეტის ბენეფიტი ექნება და კიდევ არის გარკვეული ტიპის სერვისები, რაც შეიძლება რომ შევთავაზოთ ერთობლივად. აი ხა აპლიკაციაში გვაქვს ასევე სერვისების გვერდი, სადაც გარდა იმისა, რომ ინტერნეტის მეგაბაიტების დამატება არის შესაძლებელი ან მიმდინარე პაკეტის კონტროლი, სხვა მომსახურებების მიღებაც შეუძლიათ. ან ჩვენ გვინდა რომ ჩვენ აბონენტებს მაქსიმალურად შევუქმნათ სამოგზაურო გარემო, ისე რომ ერთ პლატფორმაში შეძლონ არა მარტო ინტერნეტ მომსახურების მიღება, არამედ სხვა სერვისების მიღებაც. და ბოლოს მარიამ, სანამ შევაჯამებდეთ და დაგემშვიდობებოდეთ ნელ-ნელა დასასრულისკენ უნდა წავიდეთ დროის დეფიციტიდან გამომდინარე, აუცილებლად მინდა რომ ვკითხოთ ბრიტანეთის ბაზარზე, სადაც პირველ ქართულ მობილურ ოპერატორად პოზიციონირებთ და დღეს უკვე რა მიმართულებით ხართ წარმოდგენილი, რამდენად აღმოჩნდა სტაბილური ბაზარი ეს კომპანიისთვის და რამდენად ისახება კიდევ განვითარების პერსპექტივა თუ გაძლევთ პოტენციალი ამის შესაძლებლობაში. ბრიტანეთის ბაზარი საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და Mobinex-ის ისტორიისთვის, იმიტომ რომ ეს ბრიტანეთის ბაზარი იყო საწყისი ზოგადად ჩვენი ოპერირების და ვირტუალურ მობილურ ოპერატორად შექმნის. ამ შემთხვევაში, ანუ ამ ნაწილზე უფრო სტაბილურობა არის და დინამიკა უფრო ნელა იცვლება, ანუ მომხმარებლების გაზრდის კუთხით, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი საკმაოდ დიდი არის და მოთხოვნაც და მიწოდებაც საკმაოდ ესეთი მაღალი არის, მაგრამ ბრიტანეთის ბაზარმა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გააკეთა არის ის, რომ სხვა ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა მოგვცა სამოგზაურო ინტერნეტის კუთხით და ჩვენი ბრიტანელი პარტნიორები ძალიან აქტიურად გვემუშავებიან ამ მიმართულებით, რომ მოგვაწოდონ სტაბილური ინტერნეტ მომსახურება არა მარტო ბრიტანეთში, არამედ ბრიტანეთის ფარგლებს გარეთაც. წარმატება, ძალიან დიდ წარმატებას გესურვებთ და პრინციპში ნათალი მაგალითი ხართ იმის, რამდენად მნიშვნელოვანი არის ევროპასთან მჭიდრო კავშირი, მათ შორის ბიზნესის კეთების თვალსაზრისით და რამდენ შესაძლებლობას აძლევს ეს ქართულ კომპანიას საერთაშორისო საზღვრებში უფრო გაძლიერებისთვის, ექსპანსიის გაძლიერების კუთხით და გაფართოების თვალსაზრისით. წარმატება თქვენ Mobinex, განსაკუთრებით აი ამ დატვირთულ და აქტიურ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით. მარიამ კაკაბაძე, თანადამფუძნებელი Mobinex-ის იყო ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი.